აუცილებლად. ეხლა ჩაიწერეთ აუცილებლად, რომ ყურადების წარმოქმნა ხდება მჟავი არეში და პურინების ჭარბი არსებობისას საკვებში. ანუ ამ შემთხვევაში არ შეიძლება ღვიძლი, თირკმელი, ყავა, კაკაო, თქვენ წარმოიდგინეთ პურინებით მდიდარი არის პომიდორიც და პომიდორიც არ შეიძლება განსაკუთრებით უკვე თუ ისე გამწვავებული მდგომარეობა, რომ უკვე პოდაგრა გვაქვს. ეხლა ფოსფატებიანი კენჭები რა შემთხვევაში წარმოიქმნება? ეგენი უკვე ფუძე ან ტუტე არეში წარმოიქმნება, ანუ ზედმეტად როცა ხდება ხილისა და ბოსტნეულის დიდარი საკვების მიღება. ამიტომ თუ ფოსფატები აწუხებს ადამიანს, ფოსფატური კენჭები, ასე ვთქვათ, უნდა შევქმნათ უკვე მჟავი არე. და სხვათა შორის გაგიკვირდება და მჟავი არეს ქმნის ხორცი, ხაჭო, კვერცხი, თევზი. სულფამინამიდური კენჭებიც მჟავი არეში წარმოიქმნება. აი ოქსალატები ყველა არეში შეიძლება წარმოიქმნას, ოქსალატური კენჭები. ეხლა დაშლა როცა გვაქვს გადაწყვეტილი, აი ურატების რადგან მჟავი არეში წარმოიქმნებიან, უკვე ორგანიზმში უნდა შევქმნათ ტუტე არე, რომ არ გაგრძელდეს მათი წარმოქმნა და უფრო ადვილად დავშალოთ. და ამას ვაღწევთ ურატების შემთხვევაში ბოსტნეულის და ხილის ჭარბად მიღებით. ეხლა კენჭების დაშლის დროს ფიტოთერაპიულ მეთოდს თავისი კანონზომიერებები აქვს. პირველ რიგში, თუ მანამდე ვთქვათ, ლაპარაკი იყო აი ყავის ჭიქით, დღეში სამჯერ თუნდაც რაღაცა ნაკრებებზე. აქ დღის განმავლობაში სულ ცოტა ლიტრანახევარი ბალახების ნაყენი ან ნახარში უნდა მივიღოთ. სხვანაირად ვერ დავშლით ამ კენჭებს, ვერანაირი წარმოშობის კენჭებს. გარდა მაგისა, ძალიან კარგია აბაზანების მიღება ბალახების, შეგვიძლია სამკურნალო ბალახები მოვხარშოთ დიდი რაოდენობით წყალში და აბაზანაში დაახლოებით ნახევარი საათი ვამატოთ ცხელ-ცხელი და ძალიან ეფექტურია. თუ კომპლემენტები პატარა ზომისა, ადვილად შეიძლება დავძრათ კიდევაც. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო და აუცილებლად სახლში უნდა გქონდეთ ნოშპის ნემსი და გამაყუჩებელი. ადრე იხმარებოდა ბარალგინი და ნოშპა ერთად და ძალიან ეფექტური იყო. ეხლა კეტანოლია თუ ხო, მაგ ჯგუფის, მაგრამ მე მაინც მომხრევა
ბარალგინის, იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს თვითონ. ნოშპა და ბარალგინი უფრო ეფექტურია. ერთად შეიძლება. ბატონო? კი, შეიძლება და ძლიერ ეფექტურია. ხო, ნუ შეიძლება და ძლიერ ხო, გამოცდილია, იმიტომ და ბარალგინი. მე ნოშპაზე ალერგია მაქვს. ბატონო? ნოშპაზე ალერგია. ხო, ნოშპაზე თუ ალერგია გაქვთ, მაშინ აბაზანა ან ცხელი წყალი რომ გადაივლოთ ცხელი წყლის ქვეშ დადგეთ, ისედაც ფართოვდება ყველაფერი. შარცაწვეთებით ისე რომ იგივე ეფექტი შეიძლება მივიღოთ აბაზანას თუ შეძლებთ მით უმეტეს. ეხლა თუ გულის პრობლემები აქვს ადამიანს აბაზანა უნდა მიიღოს მარტო წელს ქვევით. არ შეიძლება გულს თანხმობა და თქვა თუ სხვა ცხელი წყლის ან მოკლედ დიდი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა არის საჭირო. მე ახლა როგორც ვითავნიშნე, ძალიან დიდი მნიშვნელობა მკურნალობისთვის pH-ის დარეგულირებას, ესე იგი ხან ტუტე არის საჭირო, ხან მჟავა. ასე მაგალითად დიეტის დაცვა, რაში გამოიხატება? არ არის სასურველი რძისა და ხაჭოს ძალიან დიდი რაოდენობით მიღება, იმიტომ რომ კალციუმს შეიცავს დიდი რაოდენობით და ამან შეიძლება კენჭების წარმოქმნას შეუწყოს ხელი. არ შეიძლება ლუდი, ეგ ძალიან ტყუილი ის არის გაგება ეგეთი რომ აი ლუდი სამკურნალოა, არა. არ დაიჯეროთ. მართალია იქ რამდენიმე სამკურნალო მცენარე შედის, მაგრამ ალკოჰოლთან ერთად უკვე ის ეფექტი აღარ აქვს. ასევე არ შეიძლება მუქი ჩაი, მუქი ყავა. აი სამაგიეროდ აი კოლოიდების წარმოქმნას, ანუ თავი რო დავიზღვიოთ კენჭების წარმოქმნისგან. ეხლა ვიზია პირველ რიგში ლაპარაკი. როგორც ვიცით, გენეტიკურია განწყობილება. აი თქვათ კენჭები თუ ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ, მშობლებს, მაგალითად დეიდებს, მამიდებს, ანუ მიდრეკილება ჩვენ ორგანიზმს აქვს მაინც ამ ნივთიერებათა ცვლის მოშლისკენ. ხო და თავის დაზღვევის მიზნით, ანუ კოლოიდები რომ დიდი რაოდენობით იყოს ჩვენ შარდში, მაშინ და კენჭებიც რომ ნაკლებად წარმოიქმნას, ამისთვის უნდა თევზი უნდა მივირთვათ და ხორცი. ეხლა ჩაიწერეთ ეს აუცილებლად, იმიტომ რომ ესე ვერ მოძებნით სხვაგან. აი ფოსფატური კენჭების დროს რა ჯობია რომ მივირთვათ? ვარდა, ბრინჯი, შავი პური, შრის ფანტელები. ყველა ის ჩამოთვლილი დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. და ეს მაგნიუმი ხელს უშლის შარდიდან კალციუმის ფოსფატის გამოყოფას. ანუ ფოსფატური კენჭების წარმოქმნას საბოლოო ჯამში.
ესე იგი დიდი რაოდენობით შეიცავენ მაგნიუმს, რომელიც ხელს უშლის შარდიდან კალციუმის ფოსფატის გამოყოფას. შარდმჟავა, ანუ ურატული კენჭების დროს არაა სასურველი სოიოს მიღება. ეს ყველაფერი არის გამოკვლევების და მის შედეგი. ჩემი არაპირადად ლიტერატურული მონაცემებია. სოიოში ბევრია მცენარეული ცილები. ესე იგი, როგორც ცხოველურ ცილებს უნდა მოვერიდოთ, ანუ პურინულა რადგან მოშლილია ორგანიზმში, ასევე მცენარეულსაც. ეხლა მე თუ მკითხავთ, არანაკლები მცენარეული ცილებია ლობიოში, ესე იგი ლობიოც არ არის სასურველი ამ შემთხვევაში. ოქსალატ ასრებთ მეგობრებო. ხო არ გავიმეორო. რა დროს არ არის სასურველის ვერ გავიგე? ვერ გავიგე ურატული რა დროს არ არის სასურველი ლობიო და სოიო მისაღები? შარდმჟავა, ანუ ურატული კენჭების დროს. სოიოს და ლობიოს მიღება, როგორც მცენარეული ცილებით მდიდარის და ამასთან ერთად ხორცეულით, რა თქმა უნდა, რადგან მოშლილია თქო პურინული ცვლა, ანუ არის საშიშროება, რომ დაგროვდეს კენჭების წარმოქმნელი მასალა და იგივე პოდაგრის საშიშროება იზრდება. ეხლა ოქსალატური კენჭების დროს აკრძალეთ ისპანახი, ღოლო,